სალამი 4 თვის მერე დავბრუნდი და ჩანდა მაინდამაინც მეზობლები ახლა ხმაურობ. ხო, ნუ დიდი ხანი უკვე ვაშტერდები ტელეფონს და არ ვიცი როგორ დავიწყო და რა ვთქვა. ნუ ხო, ეს თვეები იმიტომ არ ვიღებდი ვიდეოს, რომ მინდოდა უფრო მაღალი ხარისხით გადამეღო ვიდეო, iPhone მეყიდა და ხო მე დამეწყო ვიდეოს გადაღება. თუმცა იმდენ რაღაცა მოხდა ცხოვრებაში, რომ ჯერ ახალ სახლში გადმოვედი ვიყიდე და ხო მე კიდე ახალ ჯიმშიც გადავედი, იმიტომ რომ ლოკაცია შევიცვალე. რა თქმა უნდა. და ხო ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა ამ 4 თვეში რა. და ხო სამაგიეროდ ვარჯიში არ შემიწყდავს, ყოველდღურად ვარჯიშობდი. ნუ ყოველდღურად არა, როგორც გაწერილი მაქვს რა გეგმა. ნუ ხო რაღაცები შევცვალე, ახლა ერთი დღე ვარჯიშობ, ერთი დღე ვისვენე, კურაში 3-4 დღე გავუმდის მარტო ვარჯიში. და ეს საუკეთესოა რა. ჩემს ყოველთან ყველაზე კარგად მიდის რა, ასეთი ვარჯიში. ხო ასევე ჩემი ძმაც დადის ახლა ჯიმში, ერთად დავდივართ ხოლმე, ამიტომაც იგი იქნება ხოლმე ჩემი ახალი კამერამენი. ნუ თვითონ ვიდეოებში გამოჩენა არ უნდა, ჯერ უნდა რომ კარგად დაიკუნთოს და ეგეთ რაღაცეები. ხო. ნუ ხო ახლა რა ხდებოდა ამ თვეებში, არა სამწუხაროდ. რო გადამეღო ვიდეოები რა კაი იქნებოდა. თუმცა დროს არ მქონდა, ადგილს არ მქონდა და ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა რა ცხოვრებაში. ხო, თმები შევჭერი რა რამდენიმე თვის წინ შევჭერი, თორე საშინლად მქონდა თმები, ამოვანათებ ახლა ვიდეოში წესით. ხო, საშინლად მქონდა რა, შეჭრილი. გაძლიერს ახლა ცოტა რაღაცა თმები გამეზარდა რა. ძალიან მომენატრა ვიდეოების გადაღება, რა თქმა უნდა, წვრის ვატებას ცდილობდი და ძალიან ბევრს ჭამდი. ახლა ვარ 81 კილო. ხო, ძალიან გავიზარდე რა, ასე რომ ვთქვათ, იმერ ძალიან დავუკუნთე რა. თუმცა ცხიმის პროცენტულობაც რა თქმა უნდა მომემატა, ახლა სახელზეც მეტყობა ალბათ, რომ ცოტა გასუქებული ვარ რა. ნუ ტანზეც რა თქმა უნდა, პრესები რო არ მაქვს, ყველამ ვიცით. ხო. ეს ვისვენებ, ვიდეოს გადაღება არ მინდოდა სიბართლე გითხრა, ვფიქრე ხვალ გადავიღებ მეთქი, თან მკერდი დღე მაქვს მეთქი, მაგრამ ორ დღეს ჩავსვამ ხოლმე. დღეს იმიტომ არ მინდოდა ვიდეოს გადაღება კიდე, იმიტომ რომ თავი მტკივა საშინლად და თვალები გაციებული ვარ და მეგონიც მოვიწამლე კიდეც და გუშინდელი და რავი, ცუდად ვიყავი რა ძალიან. მაგრამ ვიფიქრე რატო გადავდო იმ სადაც 4 თვეა ვიდეოებს არ ვიღებ და ხო. ხო, ალბათ კიდე ვიღაცა შეერჩინე რომ სახეზე საშინლად გამოყრილი მაქვს. შეიძლება არც ჩანს ტელეფონში, მაგრამ უარესად რეალურ ცხოვრებაში. და პლუს კიდე ტანზეც ძალიან გამოყრილი მაქვს, ხელებზეც ძალიან გამოყრილი მაქვს რა. ხო, ბათუე 52 სანტიმეტრი ახლა ჩემი ბიცეპსები. ხო. ბიცეპსები მაგრა გამიზარდა. ეგ კაი არის. ნუ ბიცეპსები რა ყველაფერი მაგრა გამიზარდა. ერთი მაინდა. ხო, დღეს ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მეზარება ჭამა, იმიტომ რომ ცუდად ვარ და ლაპარაკით საშინლად მიჭირს. მაგრამ რა თქმა უნდა საჭმელსაც გავიკეთებ და ხო, შევჭამ კიდევაც. ნუ თავის ტკივილს ცოტათი გამიარა, ბევრი წამლები დავლიე და დაყუჩებული ვარ ახლა ასე თუ ისე. ხო, კიდე ძილის რეჟიმი გამოსწორებული მაქვს, თორე ღამის 5 საათზე, 6 საათზე ვიძინებდი ხოლმე რა. მაგრამ ახლა ვიძინებ ხოლმე 20 საათზე, 21 საათზე და დილის 6 საათზე ვიღვიძებ მე და ჩემი ძმასთან ერთად. ხო, როგორც ამ. ხო, ახლა კიდე რას ვიზამ რა? კატლეტები დილით ვჭამე, პანკეიქები უნდა გავიკეთო. ხო, სულ ამ 2 სარტყელს ვჭამდი, ამას სპამოვდი და კიდე რძეს ვამდი ხოლმე 1 ლიტრას. ახლა რძეს იმდენად არ ვსვამ, იმიტომ რომ ძალიან გამომაყარა რა და ხელებზეც ისე მაგ გამოყრილი, რომ გეგონებას ვიღაცა სტეროიდებს ვიღებო რა, რაღაცას ეგრე ეგონება. ხო, ბევრი ორ თქო კიდე ეგრეთ. ხო. ახლა კიდე ბევრს არ მოგაწყენ თავს და სარტყელს გავიკეთებ რა. მალე გაკეთდება რა პანკეიქები და ხო, მანამდე იმას შეგახსენებთ, რომ ჩემი არხი გამოიწეროთ. ამას ვიტყვი ხოლმე, რავი, ვიდეოში 1-10 ჯერ ხოლმე რა. იმიტომ რომ გამომწერები არ მემატება. ნუ მემატება, მაგრამ ცოტათი. მალე ავიდეთ 30 გამომწერზე, სულ რაღაც 3 გამომწერი დამჭა და მერე ვეცადოთ 40-ზე, 50-ზე და ასე ცოტათი. არსად არ მეჩქარება სიმართლე გითხრათ რა. ტონად რომ აქვს. ახალგაზრდა. პანკეიქები შევჭამე ახლა. და ხო, მაღაზიაში ვიყავი. რაღაცები ამოვიტანე, საჭმელი რაღაცები მქონდა ამოსატანე, ჩემ დროსაც უნდა რაღაცები. იმის ამოვიტანე, საღამოს კი დედაჩემი მოვა. კიდე რამის გამიკეთებს რა. ნუ დღევანდელი კვება უკვე მოვუჩი 3000 კალორიამდე მივიღე. 3200-ამდე, სადაც ეგრე. და საღამომდე ალბათ 4000 კალორიამდე მივიღებ რა, როგორც ყოველთვის. და ხო რა. დღევანდელი დღეც დასრულდება.
Ой, ახლა გათინდა იქ ჩემი არეული ლოგინი არ შეიმჩნიოთ. მე ვალაგებ ხოლმე რა. ხო და ხო შევჭამე უკვე რაღაც საჭულები 10 საათია დილის დღეს ცოტა ადრე გავიღვიძე 7 საათზე გავიღვიძე. ადრე კი არა გვიან გავიღვიძე 6-ზე ვიღვიძე ხოლმე. ხო და ახლა რასაც ვიზამთ ეს არის რომ ჯიმში წავალთ რა. დღეს გვაქვს მკერდი და მედია კაი ვიდეო გამოვა რა. ხო კიდე ერთი რაღაცა. ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდით. ვარ მოსული. კარგად ვივარჯიშეთ. ნუ ბენჩზე ცოტა არ მომეწონა დღეს. მე არაფერი ბენჩ მაინც არ ამთავარ მკერდი დღეს. წამოწოლილი ვარ ახლა ჩემთვის ვიდეოებს უყურებ რაღაცეებს. ნახეთ ლეის ვჭამ. და რავი რა. წევარ და ცოტა ხანში ალბათ საჭულები უნდა გავიკეთო, მერձე უნდა ვიყიდო და ერთი ამბები რა. და ბულკინი კარგად მიდის. უფრო გასებული ხდება. ტკბილეულობას არ შევჭამ მეთქი, მაყრის მეთქი, მაგრამ ამინ დრო კუქიები ძალიან მიყვარს. რას ვიზამ, კაი, ამას შევჭამ და იმედია მეც აღარ მოიტანე რა. მე კი არ ვყიდულობ, ანუ სახში დევს არავინ აჭამს რა. და მე მეჭმევ რა. თვითონაც როცა უკვე დირტი ბალკინგზე ხარ რა რაღაცნაირად და ყველაფერს ჭამ, self control ძალიან რთულდება და ხო, ყველაფერი ავტომატურად გეჭმევა რა. მოგეთ ახლა გავიკეთე კოტლეტი და პურები. ეს ორს ერთად ავჭამ ცალ-ცალ ვჭამ. ახლა ასე დავდე რა. კოტლეტები შევჭამე. პანკეიკები ჭაბადავ ერთად ერთი და ხო, კიდე რძის და ლევა. ექსოდა მოვწოდე და ხო, 19 საათი იწყება უკვე მალე უნდა დავიძინო და მაგრამ იზარება ჭამას, და ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამ, წონისვადება. და ანუ მარტო unhealthy-ად ვერ მოვიმატებ რა. ანუ მე უნდა ვეცადე რომ დღეში რა 150 გრამამდე მინიმუმ ცილა მივიღო ხოლმე ნახშირწყლების დაახლოებით 400 გრამამდე 300 გრამამდე და ცხიმიც რა ვსაც 150 გრამამდე ალბათ ეგრე. ხო, ცხიმსაც ბევრს ვიღებ. თუმცა ხო რა, წონა იმატებს და იმატებს. და ძალაც რა თქმა უნდა იმატებს და იმატებს. ნუ ვფიქრობ დღეს ამით დავასრულებ რა.
ხა მაინც სხვა მეტი არაფერი არ მაქვს საკეთებელი. ჭამასაც არ განახებთ ხოლმე ახლა. მაგრამ მგონი ლამაზად გამოჩნდეს ალო ვიჯი ჭამო ხო. და შევხვდებით ხვალ რადაზე დროებით. და ჩემი არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ.